სად ტელეფონს ნახეთ. ძალიან მომწონს ყველა უცნაური რაკურსის აღება შეგიძლიათ. ვახტანგ გორგასალმა რა დააშავა? შომენირეი? შუშინირეი? შემომიტე. ვერ მომარტყო. შენი დარტყმის რადიუსი არ შეიძლება. მე ატურო ვარ და ეს არის DJ ნანო. მაგარია. DJ ნანოს ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ აი ესე მარტივად შემიძლია ჩავხსნა. დავაგრო მეორე მხრიდან და მაქვს ეკრანი, რომელშიც შემიძლია აი ესე ვიყურო. ფრეიმინგი მქონდეს ზუსტი და თან ვისაუბრო, რავი. ძალიან კარგი კუთხე აქვს, ძალიან. აი კამერა მიჭირავს დაახლოებით 30 სანტიმეტრიდან და აი ესეთი კაი ფართე კუთხეა თან. ძალიან მაგარ რეჟიმში ტესტავ. იმიტომ რომ აგერ მზე არის, კონტრასტია, ჭრილებია და კაი ამინდი დამუთხა. დღეს იქნება DJ ნანოს მიმოხილვა. წავიღებ სამსახურში გადაღებაზე. ქალაქშიც დავივლი, დღის კადრებს გაჩვენებთ, ასევე ხამე და რაც მთავარია ხმას უწერ პირდაპირ DJ ნანოში. დავღელავ. ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი კამერა ჩანს. მოკლედ კი ნამდვილად action კამერას ჭირდებოდა ეკრანი. თან აი ესეთი მაგნიტური, რომლითაც ძალიან კარგი კადრებს გადაიღებ. ძალიან მომწონს. მადლობა ჩემ მეგობარ ლაშას. მათხოვა ეს კამერა და მე მგონი ძალიან მალე შევიძენ კიდევაც, იმიტომ რომ კიცით რომ ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობ, ძალიან ბევრს ვლაშქრობ, მოგზაურობ და მე მგონი ძალიან კაი საჭირო гаджеტი იქნება ეს DJ ნანო. ეხლა გზაშივე შეგვიძლია ესეთი ადრე გადავიღოთ. ცოტა შეიძლება იყანყალოს, მაგრამ ანუ ძალიან განსხვავებულია. უკან აქვს ესეთი ეგრეთ წოდებული ლიპუჩკა მისაწეპებელია, შუშაზე და რამე ბრტყელ სივრცეზე ჩვეულებრივად კარგად ეკრობა და აი ესეთი რავი ვლოგინგ სტაილ ბევრი რაღაც გადაღება შეგიძლიათ. ძალიან მომწონს სიგიჟეა და ეხლა კიდე შევწვი რაკურსი. მე მგონი DJ ნანო ავტომოყვარულებისთვის არის შექმნილი, ვინც ავტოვლოგინგით არის დაკავებული. ძალიან საინტერესო კუთხეებს აიღებთ და მაგარი ფილი აქვს რა. დაახლოებით 160 გრადუსიანი კუთხე აქვს თვითონ ობიექტივს და მე ძალიან მომწონს რა. გვირაბში შევედი და ვნახოთ ღამე, ღამის პირობებში რას აკეთებს. უკვე ვფიქრობ სხვა რა განსხვავებული რაკურსი შეიძლება ავიღოთ. კიდე ან რკინას ვეძებ, რომ თავისი უკანა მაგნიტებზე რაღაცნაირად მივაწეფო. დავაკეთებ. ხო, აი ესე მარტივად შეგიძლიათ კონტენტის გადაღება. ხო, მე მგონი DJ ნანო და ავტოვლოგინგი, ზოგადად ვლოგინგი მე მგონი ძალიან ახლოს არიან ესპანეთთან. ხო და აი ესე ხო იღებ და ყველაზე კაი რაკურსები შეგიძლია ერჩიო. გეუბნებით, მანქანისთვის არის ეს. მაიც. მაგალითად, მანქანის რაღაცა ნაწილის გაკეთება გინდა. და დაამაგრეთ. თან აქ ჩალიჩობთ რაღაცებს, აკეთებთ. მაგარია, სად ტელეფონს ნახეთ. მანქანის ქვეშაც შეგიძლია შეძრე და დააყენო. თან დააყენებ და თან დაათვალიერებ. აი ესე გამოიყურება ჩემი მანქანა ქვემოდან და მე. მოკლედ ყველა უცნაური რაკურსის აღება შეგიძლიათ, რაცზეც კი გიოცნებიათ ან არც კი გიოცნებიათ. ეს არის ჩვენი DJ ნანო, რომელიც არის აი ესე ორ სექციური. ხო, თვითონ კამერა, პატარა მონიტორი და ამის ყველას დიდ პლუს განახებთ ეხლა. პატარა ლიპუჩკა აქვს და სამაგრებელი მანქანაზე, ან შუშაზე, უფრო სწორედ, სადმე, მოკლედ ბრტყელ კარგ ზედაპირზე.
ხო და ყველაზე დიდი პლუსი რა არის? ნახეთ, ეს არის მაგნიტი, რომელიც შეგვიძლია ესე ჰოპ, მოიცვათ, ჩავიგდოთ მაისურის ქვეშ, ეხლა რეგზე გავუშვებ, ხო, თან ეგრევე როგორც კი აჭერს ღილაკს, ზედა რეკის ღილაკს, ეგრევე იწყებს გადაღებას. ხო და აი ესე, სად არის? წკაპ. დავამაგრეთ და შეგვიძლია თამამად ვიხტუნავთ კიდევაც და არ მოგძვრებათ. და თან გადაიღოთ თქვენი პოვ ვიდეოები ძალიან საინტერესო. აი ეხლა ალბათ დავასინქრონებ იმედია და აი ესეთ საინტერესო რაკურსს ნახავთ რა. აი ეს არის ჩვენი დისპლეი, ძალიან საინტერესო, შეგვიძლია პარალელ რეჟიმში ჩავრთავთ და თან ვუყუროთ რას ვიღებთ ჩვენ. ხო, აი ესე. მაგარია. აი ძალიან მაგარი რაკურსია. ძალიან всё, მე მგონი სასტრაფოდ უნდა გამოიწერო ეს კამერა. უსერიოზულესი აგრეგატია. ტესტები რაც მქონდა ნანახი, მე YouTube-ზე ძალიან მომეწონა, მაგრამ აი live ტესტი, აი ესეთია. ეს ძალიან მაგარი დამუნხა და აი ვივლი ქალაქში რაღაცებს დავტესტავ ჩვენი ამ პატარა ნანოთი რა, აი ძალიან შემიყვარდა. ერთ-ერთი ძალიან ცუდია ის, რომ ესეთი პატარა კლემპი არ მაქვს და მინდოდა ძალიან აი ესე ჩემს კებზე კამერის დამაგრება, მაგრამ არა უშო სამაგიროთ აი ესე გულზე დასამაგრებელი მაგნიტი მაქვს და ესე დავდივარ და რაღაცებს ვიღებ რა. აუ მაგარი აი ეს მონიტორი არის ვაფშე ძალიან მაგარი, იმიტომ რომ წეგან ერთი 30 მეტრში ვიდექი და ვიღებდი და ჩანდა ძალიან კარგად რა, აი ბრავო. ამ DJI Nano-ს შიგნითვე აქვს ჩაშენებული რამოდენიმე რეჟიმი, ეს არის ფოტო რეჟიმი, ვიდეო რეჟიმი სტანდარტული, Super Night რეჟიმი, მაგრამ აქ სამწუხაროდ ჩვენ D-Logs, DJI-ის D-Logs გვითიშავს, ასევე აქვს slow motion რეჟიმი და time-lapse რეჟიმი, სადაც შეგიძლია აირჩიო ან time-lapse-ი, ან hyperlapse-ი. რაც შეეხება ვიდეოს რეზოლუციებს, 4K 60 FPS-დან დაწყებული 24 FPS-მდე გააჩნია და სხვა რეზოლუციებიც აქვს, როგორც 2.7K, 1080 ან Full HD ჩვეულებრივი, როგორც 16:9-ში სტანდარტში შეუძლია გადაიღოს, ასევე 4:3-ზე, სადაც გამოიყენებს სენსორის სრულ მასშტაბს. ახლა დავტოვებ ჩემ ტექნიკას და წავალ ქალაქის ტურში და ფულზე დავიმაგრებ და ძალიან მაგარი რაკურსებს გაჩვენებთ. ხო, ყავა, რა თქმა უნდა, დანკინის უნდა იყარო. აგერე, ეს ამბავია. აი, ესეთია ლევთა ხევი. ცოტა არ იყოს და რალი მაგრამ მოწესრიგებული. ამ ხალხში არ ჩაუშვებ, იმიტომ რომ გოგირდიანი წყალია და მაინც რამე არ უქნას ამ კამერას. თან შემიც არ არის. ძალიან საინტერესო და საჭირო ატრიბუტი არის ამ action კამერას ის, რომ ფოტოებსაც იღებს 35 მეგაპიქსელში იღებს. ნორმ 1.3 ინჩიანი სენსორი აქვს, ასე რომ აი ცუდი არა, აი რაღაცებს ვიღებ ქალაქში და ამებს ჩავსვავ ახლა. რამოდენიმე სტაბილიზაციის რეჟიმი აქვს და ასევე ლინზებს შორის გადასვლა, ანუ wide, ultra wide-ზე გადასვლა, რეალურად ერთი ლინზა აქვს, მაგრამ სულა შეიძლება. ეს არის Rocksteady ultra wide ლინზა, ასე ვთქვათ, ну რეჟიმი უფრო
ეს ისე rocksteady არის ოღონდ ჩვეულებრივ wide-ზე. სიმართლეულითაც კატასტროფული სხვაობა არ არის. მაგრამ არის მაიცა და გადავალთ სტანდარტზე. ეს არის უკვე სტანდარტული ლინზა, ოღონდ DWRP-ის გარეშე. მე როგორც გითხარით, რაღაც კატასტროფული სხვაობა არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესოა თან კუთხეებსაც არ ღუნავს. ეს კი ძალიან საინტერესო ჰორიზონტალ სტაბი არის, რაღაცნაირი ჰორიზონტალის ბალანსი არის. ანუ კამერა რაც არ უნდა ამოძრავ აქეთ-იქით. ამას უჭირავს შუა ჰორიზონტი. არა და ეხლა ვაქანავებ კამერას საშუალოდ. აიცადეთ ტელეფონით გადავიღებ, მაგრამ კამერა დავყო როგორც გითხარით. 1 2 3 ვასინქრონებ და აი უბრალოდ ნახეთ რა. აი ანუ მოძრაობ და კამერას როგორ ვაქანავებ და რეალურად ცდილობს რომ შუაში დამჭიროს მაინც და დამტოვოს შუაში. აუ ძალიან მაგარია. და როგორც კი გადაიყვანე ესე ვერტიკალში, ეგრევე vertical mode-ში გადადის სრულად. ხო და აგერ ამნეს ვწვალობ. ხოთ გამოიწეროთ ეს არხი და კომენტაროთ, გადააზიაროთ და რის ნახვა გსურთ მომდევნო ეპიზოდებში, რისი გარხივის. ან გატესტვის, ან შედარების. გადავირბინოთ. ეს ჩვენ წითელი ავტობუსები. Oh no. აი დღე არა აქ ამ ტაქსის. კიდევ ერთი ცუგო ისვენებს თავისთვის. სკროლი ხო არ გამოვიყენო. ცოტა ინფო და ციფრები საჭირო არის, რა თქმა უნდა. აი ეს ჩვენი ცალკე პატარა კამერა იტანს 52 გრამს და ამ პატარა დოქიანად 259-ს და თან ეს არის fast charger-ი და 20 წუთში შეუძლია რომ მთლიანად დაგიტენოს. ძალიან მაგარია. ანუ ცალკე მოწყობილობასაც აქვს თავისი აკუმულატორი და ცალკე აი ამ dock-ს, მონიტორი ამ dock-ს ამასაც აქვს. კარგი იქნებოდა თუ მექნებოდა თვითონ DJI-ის მიკროფონები, იმიტომ რომ შეიძლება მაგის პირდაპირ დაკავშირება როგორც ვიცი. ამ action კამერასთან. ვახტანგ გორგასალმა რა დააშავა. არც არაფერი. ახლა ავალ და მისი პერსპექტივიდან გაჩვენებ თუ როგორ ჩანს თბილისი და როგორია თბილისი. სალამები. და აი ასეთ ხედს უყურებს ჩვენი ვახტანგ გორგასალი. და კაი იდეა დამებადა ჩემ ბავშვებს აქვს დღეს კარატის ვარჯიში და იქნებ ბავშვებს დაუმაგრო ეს კამერა და ვარჯიში გადამაღებინო პატარა მოძრაობებში თუ რამდენად action კამერაა. აი ასე გამოიყურება ჩემი სახე slow motion-ში. კი 120 FPS-ში არის გადაღებული და კი ხედავთ საკმაოდ საინტერესო გამოსახულებაა. ცოტა კალათბურთით ვითამაშე და სამწუხაროდ პირველ უცდაზე ვერ ჩავარდე. გუჭუჭათმა გამარჯობა. ბავშვებისთვისაც კი ძალიან საინტერესო гаджеტი აღმოჩნდა ეს DJI Nano. ეს შეუყვარდა პირველივე დანახვისას. აი ეს უნდა დააჭირო. მაგრამ დათო იქნიან მივა და იქნიან გაიწევს. ეს 20 წუთში მივა. Shirona, kai. Shomen nirei? Os. Shushin nirei? Os. Odagai nirei? Os. Ekamaite. Una daparo. Gamozravdi, aravin ar shdagindops, ar movartqa meti impershi. Momismine? Me ukhedав ro აპირებ მავაში რა გითხარი, როგორ უნდა იჩხუბო? აი შემიძლია მოდი. ნახე. გავდივარ გვერდზე და მაინც გიტყავ, გაიგე? შუ გიტყავ. აი ეს გვერდზე გავდივარ და გიტყავ. შემომიტე. ვერ მომარცხავ. შენ დაწმის რადიოში არ ჩერდე. აი ეგ მინდა გააკეთე. გაიგე? ვერც ეს ვერ მოგარტყავს. ადექზევი. ეხლა ვარ PvP-ის რეპეტიციებზე და თან ამ კამერას დავტესტავ და დავამატებ კაცს. Oops. ეს კი ჩვენი ხმის ინჟინერ ლაშას პერსპექტივიდან დანახული PvP-ია.
ხედავთ ამინი ცოტა გაგვიფუჭდა და ნახოთ რას იზავს ესე ნახევრად ღრუბლიან ამინში. და აქვე ერთადერთი მინუსი ამ კამერის არის ღამის გადაღება. სწორედ სუსტი წერტილი. მეტი არაფერი დანარჩენ ძალიან კარგია, ძალიან კომპაქტურია. და საკმაოდ დიდხანს გიძლებს, იმიტომ რომ აი თითქმის ერთი დღე შეგიძლია თავისუფლად გაერთო, გადაიღო რაღაცები. ეს ჩემი ძმა. ან მე ჩემი ძმის ძმა ვარ. გინდა გატესტო. მე ვლოგს ვიღებ, გარდა რევიუს. იცი რა კამერაა? აწერია ხო დიდად DJ. Look. Stare. აი ზუსტად ამ რეჟიმზე გეუბნებოდით. მზე ღრუბელი და ნახოთ HDR-ი რას იზავს. ჩემი სახე ჩრდილშია, მზე უკან არის. კიდე აგე პირიქით. რავი ნახოთ. მე ყველა ძალიან ამის კუთხე მომწონს. ფინალურ შეჯამებას გავაკეთებ DJI Nano Osmos-ი. ეს მიკრო action კამერა. მარტ მიკრო, იმიტომ რომ ძალიან პატარაა, 7 სანტიმეტრი არის სიგრძეში. არის ნებისმიერი action-ის მოყვარული ადამიანისთვის, ვინც აქტიური სპორტით არის დაკავებული, ასევე ვლოგერებისთვის, კონტენტ კრეატორებისთვის და ზოგადად რავი, ვისაც უყვარს მოგზაურობა, აქტიური ცხოვრება, ლაშქრობა, არ ვიცი, ვისაც ყავს მოტოციკლი, ველოსიპედი, ავტომობილი, მოკლედ გარეთ ვინც არის და იღებს რაღაცა action-ს და საინტერესო ამბავს. მაგისთვის არის უეჭველად ეს კამერა. ფასი და კომპლექტაცია. კომპლექტაცია სულ ორი არის. ერთი არის 64 გიგაბაიტიანი ვერსია და მეორე 128-იანი. ამერიკულ ბაზარზე $290 ის ერთი და მეორე კი სადღაც $320. ასე რომ აუცილებლად internal memory-ით იყიდეთ. 128-იანი იყიდეთ, იმიტომ რომ მთელი დღე გეყოფოთ. ანუ 4K 30 FPS-ში შეგიძლიათ გადაიღოთ 200 წუთი. internal memory, ანუ შიდა მეხსიერება არის ყველაზე კარგი რაღაცა, რაც კი ჩადო ამ პატარა კამერაში DJI-მა. კუთხეც რაც შეეხება, აი ესე აი ხელი არ მაქვს ბოლომდე გაშლილი და აი ამდენად ფართე კუთხე ობიექტივი აქვს ჩვენ ამ DJI Nano-ს. Approved Arturos-გან არის approved კამერა, იმიტომ რომ ორი დღეა აი ვიუზავ კამერას და აი ხილმილი მაქვს სახეზე. ამ კამერას ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი არის ასევე მიკროფონი, იმიტომ რომ ძალიან კარგად და ხარისხიანად იწერს ხმას და საკმაოდ ფილტრავს, მინდა გითხრათ. რავი, დღეისთვის სულ ეს იყო, მართლა მაგარი და მართლა საკაიფო კამერა არის. რავი, შევხვდებით მომავალ ტექ რევიუებში, ასევე გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ, უეჭვო დააკომენტარეთ, დაწერეთ აუცილებლად თუ რის შედარება გინდათ რომ ნახოთ, ან საერთოდ რა გადავიღო და ეხლა კი მივდივარ კინოსტუდიაში, იმიტომ რომ